ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. რამდენიმე წუთის წინ დატოვა საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩმა. უწყების დატოვების შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა შესვლამდე პეტერ ფიშერმა თქვა, რომ დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმა. გერმანელი დიპლომატი მმართველმა გუნდმა ძალადობის ახალისებაში არაერთხელ დაადანაშაულა. ქართული ოცნება ელჩის ქმედებასა და განცხადებებში ვენის კონვენციის დარღვევას ხედავს. ლელა ჯავახიშვილს ჩართოთ ახლა პირდაპირ ეთერში, ლელა დეტალებს ვლოდებით. გერმანიის ელჩი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ეცნობოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას. უწყებაში დაბარებას თავად პიტერ ფიშერი სანქცია დაფასებს. მან მედიასთან შესვლამდე მცირე კომენტარი გააკეთა, თავად ახსენა მისი მისამართით გაკეთებული ბრალდებები და ისევ გააკრიტიკა ქართული ოცნების ხელისუფლება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება არის ერთგვარი სანქცირება ელჩის მიმართ, რაც მეგობრულ ქვეყნებში არ ხდება. ასეთი რამ პირველად ხდება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც გერმანელ დიპლომატს იბარებენ. აქვე უარყოფ არასამართლიან და წამქეზებლურ ბრალდებებს, რომელიც ისმის გერმანიის, კონკრეტულად ჩემი და სხვა ელჩების მიმართ. ისევ ვიტყვი, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ქმედებები კონტრპროდუქტიულია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. კონკრეტულად რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ამ შეხვედრაზე, ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელია. როგორც წესი, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავსი ღონისძიებების დასრულების შემდეგ ავრცელებს ხოლმე ოფიციალურ განცხადებას, თუმცა მმართველი გუნდი დიდი ხანია საუბრობს, რომ პიტერ ფიშერი გაცდენილია დიპლომატიურ ჩარჩოებს და მას აქვს სუბიექტური დამოკიდებულება ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და აზიანებს მრავალწლიან თანამშრომლობას საქართველოსა და გერმანიას შორის. მმართველი გუნდის ლიდერები აქამდე საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პიტერ ფიშერი ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის მართლმსაჯულებაში, მხარს უჭერს ოპოზიციას და მათ რადიკალურ ქმედებებს. მგონია სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერის კომენტარების გაკეთება, მას ამოეწურება, როცა იქნება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას. აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც ელჩი, საქართველოში მოქმედი ელჩი, ისე როგორც მესმერ ქვეყანაში, არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. თუ მოუნდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალურ კომენტარს გააკეთებს, ამასთან დაკავშირებით ზოგადად შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე და ასე შემდეგ აღარ მინდა ყველაფერი გავაგრძელო, არც არის მაინც ამით საერთოდ. მას აქვს პირადი, აგითხრათ, თავის პირადი დამოკიდებულება ქართული ოცნების და მისი ამომრჩევლის მიმართ. ასე რომ ამას ჩვენ ვერ შევცვლით. გერმანიის მთავრობას თუ უნდა რომ წარმოადგენდეს, ეს მათი ნება არის, რა თქმა უნდა და მათი ელჩი არის, თუმცა თულად წარმოიდგენია ამ ელჩის პირობებში, რომ მან შეძლოს რაიმენაის საერთო ენის მონახვა. მან ფაქტობრივად, არ ვიცი, ყველას ესხმის თავს, მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, ჟურნალისტი იქნება, ქართული ოცნების ამომრჩეველი იქნება. ელჩის ამოცანა არის, რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანელის და ბევრი ქართველის და მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდის გამყარება და არ ვიცი, გაფართოება და არ ვქვით თუ გინდათ ან რა ვიცი, სხვა გაეკეთებინა, ნაცვლად ამისა, მან დაწვა ყველა ხიდები საქართველოს ხელისუფლებასთან. პირადად მან. პიტერ ფიშერს საქართველოში დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა, რომელიც დაახლოებით 1 წლით ჰქონდა გახანგრძლივებული, რამდენიმე თვეში ეწურება. მადლობა, ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის ვაჭრობის მდივანს ჰოვარდ ლუტნიკს შეხვდა. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მიხეილ ყაველაშვილი. ჩვენ შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული. მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენ საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენ ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვთ ღირებულებითი თანხმობა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემ მოსაზრებებს, ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ახალი დეტალები ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი მილიონობით ლარის მითვისების საქმეში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ბრალდებით დააკავა BP ტრანსის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია და კიდევ ერთი თანამშრომელი. ასევე საზედამხედველო კომპანიის 3 წარმომადგენელი. BP ტრანსის ყოფილ დირექტორს და მფლობელს ამჟამად მიმალვაში მყოფ ვიჭიკო პაიკიძეს კი ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიების ინფორმაციით ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთის და უნის მუნიციპალიტეტში ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას პაიკიძეს სხვა ბრალდებულების დახმარებით მოტყუები დაეუფლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას. იგივე რომ პაიკიძე სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია. ნანა გოგოტაძე ესაუბრა ადვოკატებს ის კურიერს უერთდება. ნანა, რა ახალი დეტალები ხდება შენთვის ცნობილი? სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უფლებადამცველებმა, რომლებმაც მოინახულეს მათი დაცვის ქვეშ მყოფები. უფლებადამცველებს შორის იყო ირმა ჭკადუა, რომელიც ამჟამად იცავს მიმალვაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძის უფლებებს. მან განაცხადა, რომ ბრალდებულის პოზიცია მისთვის უცნობია, ვინაიდან ბიჭიკო პაიკიძე ამჟამად მიმალვაში იმყოფება. უფლებადამცველმა თქვა, რომ 20-ომიანი საქმის მასალებს ჯერჯერობით არ იცნობს და მას შემდგომ, რაც დაუსწრებლად წარედგინება ბრალი ბიჭიკო პაიკიძეს უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ჩვენ ვესაუბრეთ სხვა უფლებადამცველებსაც, რომელთა განცხადებები შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიურია. ისინი არ ამჟღავნებენ დაკავებულების პოზიციას და ელოდებიან ბრალის ოფიციალური დადგენილების გაცნობას. საქმის მასალებს ბუნებრივია ჯერ არ გავცნობილვართ, ვინაიდან ოფიციალურად ბრალი არ აქვს წარდგენილი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნიათ ვალდებულება გადმოგვცეს საქმის მასალები. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქმის მასალები შეადგენს დაახლოებით 20 წამს. როდესაც ბრალი წარედგინება და საქმის მასალებს გავეცნობი, აუცილებლად მოგახსენებთ პოზიციას. ვიცავ იოსებ ჭანჭალეიშვილის ინტერესებს, იგი მენეჯერი გახლდათ BP ტრანსის. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებო გარემოებებია, რომელიც სათანადო გაანალიზებას საჭიროებს. ამ ეტაპზე არაგონირული იქნება ჩვენი მხრიდან რამე კონკრეტულ ვითარებაზე და გარემოებებზე საუბარი. ყარადო არ დარწმუნებული მის უდანაშაულობაში. ხვალიქნება ბრალის წარდგენა და ამის მერე ვისაუბროთ. თვითონაც არ იცის, რატომ არის დაკავებული. კურიერი დღეს რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა, მათ შორის თაღლითობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის და ამჟამად მიმალვაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძის საცხოვრებელ სახლთან, თუმცა მეზობლებმა განაცხადეს, რომ პაიკიძე დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ. გარდა ამისა, კურიერი იმყოფებოდა ვანის საკრებულოში, რომლის მოქმედი დეპუტატი არის ბიჭიკო პაიკიძე. უწყებაში განმარტებს, რომ 2 თვის განმავლობაში ის სამსახურში არ მისულა და მათთვის უცნობია თუ სად იმყოფება ამჟამად. გარდა ამისა, კურიერი დღეს იმყოფებოდა BP ტრანსის კომპანიის ავტოპარკში, სადაც გადავიღეთ ჩვენ ამ კომპანიის კუთვნილი ტექნიკა. იქ სავარაუდოდ იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. საკრებულოში მოღვაწეობის შესახებ ვიცი. დადიოდა, მოდიოდა, ერთობოდა ჩვენ საქმიანობაში. ადრე და ეხლა 2 თვეა უკვე არ ვინახავს. კომპანია რომ აქვს ბანკი და არაფერი არ ვიცი, მაგის შესახებ არაფერი არ ვიცი. საკრებულოს წევრი ჩვენთან საკრებულოს სტოპებზე მოდის რიგითი წევრია თანამდებობის გარეშე. ეს კომპანია რა საქმიანობს, მისი კომპანია? ანუ ის როგორც გამოაცხადეს სამშენებლო საქმიანობს. ზაფხულის შემდეგ არ ყოფილა. ნუ მე ჩვენ არა ვართ ვალდებული და დაუკავშირდეთ. როდის ნახეთ ბოლოს თქვენ? ალბათ ზაფხულის დასაწყისში. არიან სახლში თუ იცით? თვითონ სად იმყოფება? ვერ გეტყვი. თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. აღნიშნა, რომ ახლა მთავრობის და ყველა შესაბამისი უწყების მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა და შესაბამისად მთავრობა გადადგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის მიზნით. ირაკლი კობახიძემ დღეს გაიხსენა ასევე ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2 წლის წინანდელი, როდესაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით ახსნა.
ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ. ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2 წლის წინ, როდესაც ბატონი ბიძინეუიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, მნიშვნელოვანი მინიშნებით, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხედავთ, ეს არის ზუსტად იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელება. მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ზომების მიღება იმისათვის რომ აღმოიფხვრას კორუფცია, იმისათვის რომ უპასუხოდ არ დარჩეს არც ერთი კორუფციული ფაქტი და ამის გამოხატულება რეალურად ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. ჩემი პირობა არის ასეთი. რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინეუიშვილის მიერ 2 წლის წინ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, აი ეს პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და მე ვიღებ პასუხისმგებლობას როგორც მთავრობის ხელმძღვანელი ამ პირობის შესრულებაზე. ყველა მიმართულებით მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. კიდევ ერთხელ მე შემიძლია მიმართო ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოს, არაპოლიტიკოს, ნებისმიერს ამოიღონ წელიწად ნახევრის განმავლობაში მთავრობის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი. ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ ნახავენ კორუფციის ერთ ნიშანს მაინც, რომელიმე აქტში მზად ვარ ყველა კითხვას უპასუხო. თაღლითობის საქმის ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 5 ადამიანი, ერთი პირი კი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება. დაკავებულებს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას სავარაუდოდ ხვალ გააცნობენ. მადლობა, ეს იყო ნანა გოგატაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საქმე ეხება 2021-22 წლებში რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუები დაუფლების ფაქტს. საუბარია 4.184.000 ლარზე. უწყებაში აცხადება, რომ საქმის ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამოწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების მიზნით. საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას შპს ბიპ ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი ბპ, ამავე კომპანიის დირექტორ ვკ-ს, კომპანიის თანამშრომელ იჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გკ-ს, რფ-ს და იგ-ს დახმარებით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4.184.249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა დაზუსტების მიზნით. ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში. გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისათვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოების ინფორმირებას ამ მიმართულებით. ამ წუთებში კახეთში ვანერას ქარხანა იხსნება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ღონისძიებას, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში პრემიერი ესწრება. ქალბატონებო, ბატონებო, დიდი მადლობა მინდა მოგიხილოთ მობრძანებისთვის, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, სტუმრებო. სიტყვას გადავცემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი გობახიძეს. მესამე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კარიმოსაცსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. მესალმები ჯედი ჯგუფის დამფუძნებელს ბატონ გუჩა დარჩიაშვილს, მესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში ბატონ გუჩას მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე,
ღვინის ქარხნის გახსნა. ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკის სასოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ჩვენთვის ქართველებისთვის და საქართველოსთვის მეღვინეობა ეს არის ჩვენი კულტურის და უფრო მეტიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები ჩვენთვის არის განსაკუთრებით სასიხარულო და დღეს მიხარია, რომ ჩვენ ამ შესანიშნავი ქარხნის გახსნას ვესწრებით თქვენთან ერთად. ეს არის ჩვენი 8000-ლიანი მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. და ვაჩნაძიანში ვხედავთ, რომ ერთმანეთს ერწყმის ჩვენი უძველესი ტრადიციები, მეღვინეობის ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები და ამისათვის ბატონ გოჩას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება ღვინო ამ ქარხანაში, რაც იქნება ორიენტირებული მსოფლიო სტანდარტებზე და ეს მიდგომა არის მისასალმებელი მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა, სწორედ მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებით შეირჩევა საძირეები, წვეთოვანი სარწყავის სისტემა, მიწისქვეშა მარანი ტემპერატურის კონტროლისთვის. ეს ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარისხის მიღწევას. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის სოციალური ეფექტიც არის მნიშვნელოვანი. ათეულობით ადგილობრივი დასაქმება მუდმივად და კიდევ უფრო მეტი სეზონურად ამ ქარხანაში და ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას. მეღვინეობის ხარდაჭერა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ამ დარგის ხარდასაჭერა სხვადასხვა ფორმით სახელმწიფოს მხრიდან და რა თქმა უნდა ეს ხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მუდმივად იზრდება ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში, მუდმივად იზრდება წარმოება და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მევენახეობა, მეღვინეობას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და დღევანდელი დღეც არის იმის დასტური, რომ არის ნდობა ამ დარგის მიმართ, არის განსაკუთრებული ინტერესი ამ დარგის მიმართ და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენ მხრიდან იქნება სრული ხელშეწყობა, უნდა გაგრძელდეს ტრადიციები, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და მადლობა თქვენ, ბატონო გოჩა, მადლობა თქვენს გუნდს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ამ ტრადიციის გაგრძელებას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გელოცავთ დღევანდელ დღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. მიესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მიესალმები ბატონ გოჩა დარჩიაშვილს, მიესალმები მთავრობის და პარლამენტის წევრებს, მიესალმები ძვირფას სტუმრებს. მართლაც მშვენიერ ადგილას ვიმყოფებით დღეს. და განსაკუთრებული დღე არის დღეს საქართველოში. ამ დილით ჩვენ თბილისში საზეიმოდ გავხსენით ჩვენი სახელოვანი გმირი, თავდადებული მეფე ერეკლეს ძეგლი, რომელიც არის უტეხობის, ბრძოლის, გამარჯვების და შენების სიმბოლო. მისი ღვაწლი და ცხოვრება დღეს ყველა ქართველისთვის მაგალითად უნდა იქცეს, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები, ჩვენი ეროვნული მისია დღესაც ქვეყნის თავისუფლებასა და გამთლიანებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც 3 საუკუნის წინ. საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების და გაძლიერების საქმეში ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს. არ არსებობს ქვეყნის ძლიერება ძლიერი ეკონომიკის გარეშე. ამიტომ დიდი პატივია მონაწილეობა მიიღო ამ განსაკუთრებული ღვინის მარნის გახსნაში, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ძლიერებისა და გამთლიანების გზაზე. მეღვინეობა ჩვენი სოფლის მეურნეობის უმთავრესი, ყველაზე ტრადიციული და საამაყო დარგია, რომლის ფესვებიც ღრმადაა გადგმული საქართველოს თვითყოფადობის განცდაში. ქართულ სახელმწიფოს, ქართველს, ჩვენს შთამომავლობას გადაშენება არ ემუქრება, ვიდრე მის მარნებში ღვინო დაიწურება. ისევე როგორც ღვინოს, ჩვენ სამშობლოსაც სჭირდება მოფრთხილება, ზრუნვა, დადინჯება და დამშვიდება. როგორც ღვინო, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უნდა დადუღდეს, ლექი დაიწმინდოს, ჩვეული სითხე გამოდინდეს და დაღვინდეს. ქვეყნის წინსვლა ისე ხელშესახებად არ საჩავს, როგორც ახალ ეკონომიკურ გამარჯვებებში და მიღწევებში, რომელსაც ყველაზე კარგად გრძნობს და აფასებს ჩვენი ხალხი. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა აღგითქვათ გვერდში დგომა ქვეყნისთვის სასიკეთო ყველა წამოწყებაში. ჩვენ ყველამ ერთად, სხვადასხვა ფრონტზე, სხვადასხვა გზებით უნდა შევძლოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობაში.
ჩემთვის, როგორც ამ კუთხის შვილისათვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში ღვინის წარმოება დღითიდღე უფრო მასშტაბური, პოპულარული და პრესტიჟული ხდება. ღვინო გვასწავლის ცხოვრებას, ღვინო გვასწავლის შრომას და ღვინო გვასწავლის გამარჯვებას. მის დაყენება სხვა გული, სხვა სიმშვიდე და სხვა მოთმინება სჭირდება. ღვინოა ჩვენი ზედაშე, ღვინოა ჩვენი ზიარება, ღვინოა ჩვენი სადღეგრძელო, წინაპრების დიდება და შთამომავლების ლოცვა-კურთხევა. სიხარული, ხვავი, ბარაკა და გახარება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა გისურვებთ წარმატებას. მადლობა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო გოჩა, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, მობრძანებულ სტუმრებს. დღეს კახეთში არაერთი ადგილი მოვინახულე და მთელი მარშრუტის განმავლობაში თავყოვოდა რთველი საოცარი აურა, მშრომელი კახელების ხმაურიანი ზეიმი, მოსავლის დაბინავების სიხარული და ბარაქიანის შემოდგომა. ყველა კუთხე-კუნჭულში იგრძნობოდა ეს ხალისი და ეს ხასიათი. ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს, რა თქმა უნდა, მოსაყოლის და გასახსენებელიც, მაგრამ ღვინის გარშემო გაერთიანება თითქოს ყველასთვის უპირობო ხდება. ღვინო დღეს ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამისკენ ნაბიჯ და გააზრებულად თანმიმდევრულად ვიდიოდით. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ვენახების ფართობი რამდენჯერმე არის გაზრდილი. ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი მინიმუმ 5-ჯერ გაიზარდა სამიზნე ბაზრებზე, ხოლო 2024 წელს დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული შემოსავლები, რომლებმაც $9 მილიარდ გადააჭარბეს. ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება ხელშეწყობის პროგრამების სრული სიმძლავრის ამოქმედების შემდეგ. ჩვენ მევენახეობა მეღვინეობის გულში ვართ შეკრებილები კახეთში, გურჯაანის ისტორიულ სოფელ ვაჩნაძიანში. ამ მამულის მასპინძლები ქართულ ვასსა და ღვინოზე შეყვარებული ხალხია და ამიტომაც თავის მეღვინეობას ვაინერა, ღვინის ერა, ღვინის ეპოქა დაარქვეს. ამ მეღვინეობის წარმატება კერძო ინიციატივისა და ინვესტიციის სახელმწიფოს მხრიდან პროგრამული მხარდაჭერის საშუალო მაგალითია. ჩვენი ამოცანაა, რომ სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები კიდევ უფრო მოქნილი და ორიენტირებული გახდეს ფერმერის და მევენახის საჭიროებებზე. ყველამ კარგად დაინახა, როგორ ხდება სახელმწიფოს მხრიდან გადააზრება ყველა იმ მოთხოვნების და საჭიროებების, რომელიც ქვეყნის წისვლისა და განვითარების საუკეთესო მოდელს გვთავაზობს. წელს რთველი სრულიად ორიენტირებულია მევენახეს და კონკრეტულ ფერმერებზე. დიახ, ჩვენ უკეთ გვესმის მოსახლეობის დაკვეთა და უკეთ პასუხობთ ყველა გამოწვევას. სუბსიდირების პროგრამა მთლიანად ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის შექმნის სტიმულირებაზე. რას მივიღებთ შედეგად? მივიღებთ უკეთეს ვენახებს, ხარისხიან ყურძეს და უმაღლესი ხარისხის ღვინოს. რითაც თავის მხრივ ჩვენი გარანტირებული ადგილი უნდა გახდეს ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბაზრებზე. მინდა დიდი მადლობა გადაუხატო ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის და უმოკლეს ვადებში რეფორმების მომზადება განხორციელებაში სრული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენი დაპირება რჩება უცვლელი. კიდევ უფრო დაფასდება ხარისხი და კიდევ უფრო დაფასდება შრომა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაჩნაძიანში ღვინის ახალი ქარხანა გაიხსნა თქვენ თვალსადევნებით გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას. განაგრძობთ გამოშვებას. გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გავრცელდა საქართველოს საგარეო უწყებამ. ელჩის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. ტექსტში ნათქვამია, რომ ელჩს განუმარტეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია პატივისცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. ამასთან აქვს ვალდებულება არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. ასევე შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენის გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
დაკავშირებით. აღნიშნა, რომ სალჩოს ოფიციალურად ეთხოვა წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად. საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად მისი წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რა ფორმას მიიღებს საბოლოოდ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია და რა გეგმა აქვს ოპოზიციას. ნაციონალური მოძრაობა ადასტურებს, რომ ხელისუფლების დამხობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი წინააღმდეგობის გაწევა იქნება. ამჯერად გეგმაზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მინისტრი საუბრობს. გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში 10,000 ორგანიზებულ მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულების თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება. ხაჩიძე საუბრობს სტრატეგიული და სხვა ობიექტების ბლოკირებაზეც. მართველი გუნდი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ყველას, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გამოსულ შემთხვევაში ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც ემზადება დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის. ძალადობა არ დარჩება, უპასუხო არ დარჩება დაუსჯელი და არავინ გაბედოს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც იქ მიდიან იმისათვის, რომ 4-ში საღამოს უკვე მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, აღმართონ ხელი. ერთ-ერთი გეგმა გადის ქვეყანაში არეულობის გამოწვევაზე, რომ რამენაირად რაღაცას გამორჩენ ამ არეულობის დროს. რის საშუალებასაც ხელისუფლება მათ არ ეს არის 2x2 4, მათაც ეს ძალიან კარგად იციან, შესაბამისად ეს განწირული რაღაც პოლიტიკური დაპირებები მშვიდობიან დამხობასთან თუ პიკეტირებასთან დაკავშირებით მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, რომ როგორმე მაქსიმალურად მოაბილიზონ საკუთარი მხარდამჭერები იმ დღეს, როდესაც რევოლუციას მშვიდობიანს გვპირდებიან. ასე რომ ეს ყველაფერი ამის წინაპირობაა, თუმცა ყველამ კარგად იცის, მათ შორის ჩვენმა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურმა გენელმა, რომ ყველა კანონ დარღვევს პასუხი გაეცემა კანონის მხრიდან და საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს. მეორე დღე პოლიტიკური შეფასებების თემა ლელოს დაპირებებით. ირაკლი კუპრაძე გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური ორგანოს გაფიცვას და რუსთაველზე ყოველ საღამოს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს ანონსებს. ეს განცხადებები მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია ამ უმრჩეველს ატყუებს, როცა უკეთეს სერვისებს პირდება, რეალურად კი ქალაქის პარალიზებას და მუნიციპალური სამსახურების გაფიცვას გეგმავს. გაფიცვა არის საჯარო მოხელეების უფლება და საქმე კონსტიტუციური და არა სხვა რამ და არავის სხვა ამაში ჩარევის საქმე საშუალება არ აქვს. სამოქალაქო უფლებების აღსრულება არასდროს არ მოდის წინააღმდეგობაში აღმშენებლობასთან და დემოკრატიულ სწორ პროცესთან. არც ერთ ჩემს კოლეგას არ უთქვამს ინსტრუმენტალიზაციაზე სამოქალაქო პროტესტის ან სამოქალაქო უფლების განხორციელებას. ალეკო ლაპარაკობს თეორიულად ამ საკითხზე, შეიძლება იყოს შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიო არჩევნების ისტორიაში არის განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც დარჩება ქართული გამოცდილება, რომ არჩევნებში გადის მერობის კანდიდატი, ვიცე-მერობის კანდიდატი და მათი მთავარი დაპირებაა, რომ არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, მეორე დღესვე მოაწყობენ ქალაქის კოლაფსს. აი, რაზე უნდა ვისაუბროთ? ამიტომ იცით რა, ამაშიც ხო თაღლითები აღმოჩნდნენ. ის ბანერებს ვაკრავდნენ და ამდენ პუნქტიანი შეთავაზება გვაქვსო და ხან რაზე საუბრობ ხარ. ესეც ხო თაღლითობა, აი, ამით ხო დადასტურდა, ორ დღეში დადასტურდა, რომ თაღლითები იყვნენ ამაშიც. საბოლოო ჯამში ყველა არის რადიკალური პოლიტიკური ძალა, ერთი პოლიტიკური ძალა, მათ ხოთ ერთი პატრონი და ისინი მოქმედებენ სწორედ გარედავალებით რადიკალური სცენარების შესაბამისად. რაც შეეხება ალიკო ელისაშვილს, მას წამოწდა, რასაც ფიქრობდა, მე კუპრაძემ სცადა ამის გასწორება, თუმცა ვეღარც გაასწორა. საუბარი იყო რაზე, რომ როდესაც კუპრაძე უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი თავის თავს უნდა გაეფიცოს და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს. საოცრება ახლა რაზეც ლაპარაკობენ, ეს ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ თუ რა ქვია მდგომარეობაზე, რომელიც არის დღეს ოპოზიცია.
ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ნანუკას ფონდის დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი მუხლი, რომელთაც გამოძიებაა დაწყებული ეხება საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს აქციების მიმდინარეობისას, პროცესებში ფონდების და არასამთავრობოების ჩართულობასთან დაკავშირებით. პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად რთველი საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა. მათ პროცესის შესახებ ინფორმაცია დავით სონღულაშვილმა მიაწოდა. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის გადამუშავებულია 110,000 ტონა ყურძენი. საწარმოებს მოსავალი 9,000-მდე მევენახემ ჩააბარა. მთავრობის გადაწყვეტილებით წელს ჭარყურძელს სახელმწიფო საწარმო მოსავლის მართვის კომპანია ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს. რთველი კახეთში მშვიდ და საქმეა ვითარებაში მიმდინარეობს. უკვე ყველა მუნიციპალიტეტში გარდა საგარეჯოს მიმდინარეობს აქტიური კრეფა და ჩაბარება 110,000 ტონაზე მეტია უკვე ჩაბარებული და გადამუშავებული, როგორც კერძო სექტორში, ასევე გარკვეულწილად დაზიანებული და ჭარბი ყურძენი ბარდება სახელმწიფო საწარმოებში. დაახლოებით 9 უკვე ჩავლილია, უახლოეს მომავალში გაიხსნება ასევე მიმღები პუნქტები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და იქაც დაიწყება აქტიური კრეფა. პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობაც დაათვალიერა. 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯი 21,600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. მოეწყობა აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრო და სასაწყობო სივრცეები. გაიხსნება კამპუსიც, რომელიც 60 სტუდენტზე იქნება გათვლილი. მოეწყობა სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე. პროექტის ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა. გამოცდილება, რომელიც ბასკეთის სკოლას გააჩნია 10 წლების განმავლობაში, მისი გაზიარება, მათი პროფესიონალი ტრენერების ჩამოსვლა გურჯაანში და აქ სასწავლო პროცესების წარმართვა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე კულინარიის პროცესების განვითარებას და რა თქმა უნდა, იმ სტანდარტის შემუშავებას, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავს და რაც მთავარია, ქართული მრავალფეროვანი სამზარეულოს ბასკურ სტილში და ევროპული კომპონენტებით გაჯერებაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული კომპონენტი იქნება. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს. მათ ინფორმაცია აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მიაწოდა. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის საეპისკოპოსოს სახლის სატრაპეზოს შიდა სივრცის და ფიქარხანის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტაძრის გუმბათზე აღიმართა დიდი თითბირის ჯვარი, შესრულდა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოებიც. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2024 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც ამ ადგილას მოხდა სტიქია, ახალი საბურველით გადაიხურა მთავარი ტაძარი, შეიცვალა დაზიანებული ლორფინი, მთლიანად გაიწმინდა საფარისაგან, აღდგა სამრეკლოს გადახურვა და ყველა ის ნაგებობა, რომელსაც სტიქის შედეგად მიადგა ზიანი, დღესდღეობით არის რეაბილიტირებული, მხოლოდ მიმდინარეობს ამ ეტაპზე ფეიქარხანის სასახლე და სატრაპეზოს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები. არჩეული მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. შეფასება ევროკომისიამ Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს ანალიზს 2013 წლიდან 25-მდე. მიმდინარე წლის შეფასებით რეიტინგით საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. ევროპის ბოლო 6 ელში მოხვდნენ ევროკავშირის სხვა ახალი კანდიდატი სახელმწიფოები მოლდოვა და უკრაინა. ყველა მიმართულებით რაც არ უნდა ავიღოთ და რო შევადაროთ საქართველოს კანდიდატ ქვეყნებს, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ აბსოლუტური მოწინავე და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, თქვენ იცით რომ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით ევროკავშირის არერთ ქვეყანას უსწრებთ, ყველა ინდექსით, ყველა რეიტინგით, ყველა პარამეტრით. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, როგორც დემოკრატიული თვალსაზრისით, ესე ეკონომიკური კუთხით და შემდეგ ყველა მიმართულებით საქართველოს არის მოწინავე ქვეყანა, არის ლიდერი. კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე, ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი. სომხეთში ფარაქარის თემის ხელმძღვანელი ოპოზიციონერი ლიდერი ვალოდია გრიგორიანი მოკლეს. სომხური მედიის ინფორმაციით შეერღებული თავდასხმის შედეგად მოკლულია 2 და დაჭრილია 1 პირი. გამოძიების ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე 18 მასრა იპოვეს. გარემოებებს გამოძიება ადგენს დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
უყურებთ კურიერს 6 საათზე. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ორი აფეთქება თბილისში, შემთხვევა ლოტკინში სავარაუდოდ გაზის გაჟონვას მოყვა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც დამწრობის ცენტრში რეანიმაციაშია. ექიმის განცხადებით პაციენტს სერიოზული დაზიანებები აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, ეს არის 240 და 240 პრიმა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იყო ერთი იყო დაახლოებით 7 საათისკენ საღამოთი და მეორე უკვე გამთენია 3:30-ზე. დაშავებული არის დამწვარი, მე როგორც მაქვს ინფორმაცია და საბედნიეროდ გადარჩა ის გოგონა. ძალიან დიდი ის იყო, რა ქვია, აფეთქება იყო, სტალღოვანი, იმიტომ რომ საწოლიდან გადმომაგდო რეალურად იმ ხელა აფეთქება იყო, უბრალოდ მეც დეჩემი იყო დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე აფეთქებული შენობით და ფანჯრები მისი და გადაარჩინა სქელმა მხარდა. აღნიშნულ შემთხვევამდე თბილისის ენერგიაში არანაირი შეტყობინება გაზის სუმთან დაკავშირებით არ შემოსულა. პირველი აფეთქების შემდეგ შემოვიდა ინფორმაცია აფეთქებასთან დაკავშირებით, ჯგუფი ადგილზე გამოცხადდა. მომხდარი იყო აფეთქება, ვიზუალური დათვალიერებით რაც ჩანდა ფაქტში, ადგილი ჰქონდა უკანონო მონტაჟს, შეიძლება ითქვას კუსტარულ მონტაჟს, დარღვეული იყო ტექნიკური ნორმები. საკალათო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის პროცესი გაიმართა. გამოკითხეს ბრალდების მხარის მოწმეების ნაწილი. მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით უძილაურმა რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. ჯანგველაძე ადგილზევე გარდაიცვალა. ტაქსის მძღოლი დღის განმავლობაში ემსახურება 20-მდე პიროვნებას, ხო? მე კითხვა დავუშვებ თქვენ, გახსოვთ ვიზუალი 14 მარტს, ვთქვათ, ყველა თითოეული ადამიანის ამოცნობა შეგიძლიათ არ შემიძლია იზახოს. ამბასადორის ეპიზოდთან ჩემ დაცვის ყოფს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პრაქტიკულად გადავიდა ბრალდების მხარე იმტკიცებულების გამოკვლევაზე, რომელიც უკვე არსობრივად ამტკიცებს გელა უძილაურის მიერ შეკვეთით და ანგარებით ჩადენილ მკვლელობას. შესაბამისად, ეტაპობრივად ბრალდების მხარე ამ ნაწილში გამოიკვლიოს როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე სხვა ინფორმაციას, მათ შორის ტელეფონის დეტალურ ამონაწერებს, ინტერნეტ ტრაფიკებს და ასე შემდეგ. გადარიცხვებიც კი ნაწილობრივ გამოიკვლიათ დღეს ბრალდების მხარემ და მომდევნო პროცესზე რასაკვირველია გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. დასტურდება კონკრეტულად, რომ გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ჩაიდინა შეკვეთით და ანგარებით. გაკითხვის პარალელურად გამოკვლეული იქნა გელა უძილაურის სახელზე ჩარიცხული თანხები და მათ შორის გამოიკვლიეთ დავით მიქაძის მხრიდან გადარიცხული თანხა. შინაგან საქმეთა მინისტრის სასაზღვრო პოლიციის უფროსს შეხვდა. მოისმინა ინფორმაცია სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის შესახებ. განიხილეს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროექტები და გეგმები. მანამდე მინისტრმა შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ახლად დანიშნულ რექტორთან. გიორგი სახოკიამ გეკა გელაძეს აკადემიის სტრატეგიული განვითარების პროექტი წარუდგინა. თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა. მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი სკულპტურა კახეთის გზატკეცილზე სამგორის პარკში განთავსდა. პროექტზე სპეციალისტების 8 კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. გახსნის ღონისძიებას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი და გუნდის სხვა წევრები ესწრებოდნენ. ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის, რომელმაც დღეს შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა დღევანდელი მოვლენის სიმბოლურ დატვირთვაზე. ეროვნული იდენტობა, ფესობი და ისტორია. მისი განცხადებით, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ ხელისუფლების ვალია მას სათანადო პატივი. გაიმართება ჯგუფი ურტი და ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება. ახალი პროექტები ახმეტელისა და ვარკეთილის სადგურებზე განხორციელდება. ორივე მიმართულებას დამატებითი სადგურები დაემატება. თემაზე კახი კალაძემ თბილისის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, განიტვირთება მოძრაობა, შემცირდება შეფერხება როგორც მიმდებარე უბნებში, ისე სადგურებთან. როგორც ახმეტელის მეტროს სადგურზე, ასევე ვარკეთილის მეტროს სადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო. რაც შეეხება ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე იქნება 1 კილომეტრი და 200 მეტრი. ახალი მეტროს სადგური დილის პიკის საათში მიიზიდავს 4500 მგზავრს, მაგალითისთვის ჰუალინგის, ვარკეთილის მიმართულებით, დღიური
მინიმალური მზარდნაკადია 66,000 ადამიანი, რომელთა ნაწილი შეძლებს გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი მეტროს სადგური. შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დროც დაახლოებით 576 საათზე არის საუბარი, რაც ქსელის განტვირთვის დამატებითი შესაძლებლობა. რაც შეეხება გლდანის მიმართულებას, აქ პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება კილომეტრი და 100 მეტრით. დილის პიკის საათში კი ახალი სადგური მოიზიდავს 5500 მგზავრს. უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით ახმეტელის თეატრის მიმდებარედ გადამსხმლო მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათში შემცირდება 4460 მგზავრით, ხოლო ზოგადად გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 11000-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც სადგურის მოედნამდე მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო, საუბარი არის თითქმის 20 წუთზე. ნატო საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა. პროექტს საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. მიზანი კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერებაა. შეხვედრები ძირითადად ეხება იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რომელზეც დგას ეკლესიაც და სახელმწიფოც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეხვედრები, რომლებიც ერთგვარად არა მხოლოდ ლექციურ ხასიათს ატარებს, არამედ ინტერაქციულია და ჯარისკაცებს შეუძლია თავისი კითხვა თქვას, ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ამ ღირებულებებზე, სასარგებლო იქნება პირველ რიგში მისთვის. საპატრიარქოს წარმომადგენლებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე, ვისაც ფორმა აწვიას ამ სოფლის ემსახურება. იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მოტივირებული არის და უფრო გააზრებულად აკეთებს თავის საქმეს. წალენჯიხაში იუსტიციის სახლი გაიხსნება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ჩაუშვეს. ფილიალი სამგრელო ზემოსვანეთის მხარეში რიგით მე-16 იქნება. აქ სამ ადგილას დაიწყება ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობა წალენჯიხაში. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ წალენჯიხას არ ქონდა იუსტიციის სახლი, აქ იუსტიციის სამინისტროს სერვისების მოწოდება ხდებოდა მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით, მაგრამ ძალიან მალე უკვე იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ რომ დავასრულოთ იუსტიციის სახლის მშენებლობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ყველა იმ სერვისის მიღებას, რაც ხელმისაწვდომია დღეს თუნდაც თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება ძალიან სწრაფად ერთ სივრცეში მიიღოს ის 500-მდე სერვისი, რომელსაც იუსტიციის სახლი თავაზობს მთელ ქვეყანას. ასევე მოგეხსენებათ, წალენჯიხაში არ იყო ქორწინების სივრცე და ახალი იუსტიციის სახლი ამ საკითხსაც დაარეგულირებს და მოაგვარებს. ამდენიმე წამში უკვე სტუმართან ერთად დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩაგორთვება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მუხიანში ცოტნე ჩიქვინიძე.